კარგი სინთეზია ახალი აპარატურის და აქ რეალურად შეიძლება ცოტა მეტის დატევა ის მიუხედავად ამისა რა ეს ეს ვერ ნახავდა სულაც ჩამოვიდა რა ოპერაცია იყოს შეცაწოდი რომელიც გადააწყვეტა მეც მომსახურე ცოტა მეტის დატევა ის მიუხედავად თასული მაჩუის არის უკანა მხარეს უნდა ეს არის ამ გზავრობის გამო რევიზიის გამო ეს ეუშეთის ვერახა ქუთაისისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ კლინიკის აღორძინება და მისთვის კუთვნილი ავტორიტეტის დაბრუნება. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია არაუბრალოდ სენტიმენტების გამო, არამედ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს დამატებითი კერა, სადაც იქნება ისეთი სერვისები ხელმისაწვდომი, სამედიცინო სერვისები, როგორიც არის ქირურგია ზოგადი პროფილის, სარეანიმაციო შესაძლებლობები გაჩნდება და ასე შემდეგ. ეს აი სწორედ აქედან გამომდინარე განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა დაგვჭირდა, რა თქმა უნდა, რომ ამ საავადმყოფოს გასჩენოდა ეს შესაძლებლობები, შესაბამისად სამინისტროს ინიციატივით, მათ ჩვენი ჩართულობით შევძელით და გარკვეული ინფრასტრუქტურა განვაახლეთ, ის არის საერთაშორისო მაღალი სტანდარტის მქონე დაწესებულება დღეს, რომელსაც შეუძლია ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებთან გამკლავება. შესაბამისად, უახლოეს მომავალში პრაქტიკულად მას შემდეგ, რაც დასრულდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, შესაბამისად, ყველა პროცედურა მოვამ წყობში, საიმისოდ, რომ მიიღოს დაწესებულებამ შესაბამისი ნებართვა და დაიწყოს რეალურად ფუნქციონირება. ამის შემდგომ ბუნებრივია დაწესებულების აღორძინება, მისი შემდგომი განვითარება გაგრძელდება და ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონკურენტული კერა სამედიცინო სერვისების მიღებისთვის. მიმდინარეობდა სერიოზული სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ჩატარდა ძალიან მაღალ საერთაშორისო დონეზე და პრაქტიკულად კლინიკა, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა თავის მაღალი დონის სპეციალისტებით და ასევე მიმართვიანობით, მინდა აღვნიშნო, რომ უკვე პრაქტიკულად მზად არის, რათა მიიღოს პირველი პაციენტები. სრულად გადახალისდა მიმღები განყოფილება, ეგრეთ წოდებული emergency, მნიშვნელოვანი აპარატურის შეძენა და რეაბილიტაცია მოხდა ქირურგიაში, ისევე როგორც ქირურგიულ ბლოკში, ზოგად რეანიმაციაში და რა თქმა უნდა მინდა მიულოცო თითოეულ ქუთაისელს, თითოეულ ამ კლინიკის თანამშრომელს განახლებული, ძალიან მნიშვნელოვნად განახლებული ეს კლინიკა. ქუთაისში მოხდა ჩხობაძის კლინიკის ნაწილის სრული რეაბილიტაცია. დაკმაყოფილებული არის თანამედროვე სტანდარტებით, აღჭურვილი არის შესაბამისი თანამედროვე ტექნიკით. მომდევნო წლებშიც გაგრძელდება ჩხობაძის კლინიკის სრული რეაბილიტაცია და ალბათ მიიღებს იმ სახეს, რაც წლების განმავლობაში თავისი მედიკოსებით ყოველთვის ჰქონდათ სახელი განთქმული ქალაქში. ქალაქ ქუთაისში ჩხობაძის სახელობის პროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით დასრულდა სარეაბილიტაციო პროცესი, რომელიც მოიცავდა emergency-ს მისაღები განყოფილების, რეანიმაციული განყოფილების, საოპერაციო ბლოკის და ქირურგიული განყოფილების სრულ რეაბილიტაციას და აღჭურვას. შესაბამისად, შესაძლებელი იქნება მოსახლეობისათვის, როგორც ქალაქის ასევე მიმდებარე სოფლების მოსახლეობისათვის მაღალტექნოლოგიური სერვისების მიწოდება, რაც ითვალისწინებს როგორც რეანიმაციულ ხარდაჭერას, ასევე ქირურგიულ, ტრავმატოლოგიურ და კრიტიკული მედიცინის ხარდაჭერას. ჩხობაძის კლინიკა დღევანდელი მონაცემებით უკვე იწყებს მზადებას იმისათვის, რომ შესთავაზოს სხვადასხვა სერვისი, გადაუდებელი მედიცინის, ქირურგიული დეპარტამენტის ოპერაციული ჩარევები და რეანიმაციული სამსახური ჩვენს მოსახლეობას და მაქსიმალური მხარდაჭერა ამ საქმეში იყო ქვეყნის ჩვენი მთავრობის ჯანდაცვის, რომელმაც ძალიან დიდი შრომა ჩადო იმისათვის, რომ ამ კლინიკას რეაბილიტაცია ჩატარებოდა.